ჩემი ტოპ ქალაქია ჯერ ზუგდიდი და მე რუსთავი. გასა არა მეგობრებო. ესეც ზარა სხვათა შორის. 10 და 8. ასე ვარ. რაღაცა თითქოს იტალიაში ვარ. გრეჯუეიტი რომ მქონდა. ძალიან კაია გეო. ოჰო. ახლა ვარ რუსთავში და არის ძალიან კარგი ამინდი. დღეს არის შაბათი და მე მგონი პირველი დღე ამ წელს, როცა იდეალური ამინდია და ძლივს სამთარი წავიდა. იმედი მაქვს. აქ არის გელა. გელას მეგობრები არიან ისეთ და ჩვენ ვაპირებთ რომ მოვაწვათ პიკნიკი. ხო, კი. და საათ? საპატრიარქოს დღეები, ხო. ხო. მაგარია, პაპუ? ამის გამიგია რომ კარგი. ხო და უნდა ჩავიდეთ და ჩავიტანოთ პლედები და რაღაცეები და ვიჩილაოთ. შევირგოთ შაბათი დღე და გავაცილოთ ზამთარი. Yes, მართალია. და ეხლა ველოდებით ზუთხის შეყვარებულს, რომ მოვიდეს და ნელ-ნელა დავიძროვით იქით. ჯერ კარფურში უნდა შევიდეთ რაღაცეები ვიყიდოთ, პლედები და რაღაცეები. გეო. ამა რაღაცია დააპრეზენტირე. ხო. ურტკას არა მეგობრებო. ესეც ზარა სხვათა შორის. ფიგნეთი ვისის მაიკა. ჩემი კურსასმენები და რატომღაც მე მაქვს. ესეც ზარა და ბონუსი. ზარა მენუ არ. მართლა ესე დაემთხვა, არ მიფიქრია ამ აუთფიტზე მეგობრებო, უცებ ფიქრია. ძალიან ბლეკ. ზარა. აუ, შეაფასეთ თქვენ. დაწერთ კომენტარებში 1-დან 10-მდე. ზუთხი 1-დან 10-მდე რამდენს დამიწერე? 900, ხო, ვაგარია. 900 კაია ჩემი ეგრეთ. მოკლედ ეს არის, არ ვიცი, მგონი ჩემმა დეიდაშვილმა მაჩუქა. ეს არის ასევე ჩემი დეიდაშვილის ნაჩუქარი. პრიმარკი, თუ პრიმარკია სწორი. არ იცის. ეს ვიყიდე ტერანოვაში, ღირდა ფასდაკლავით 20 ლარი. ძალიან იებში გამოსულ ხარ. ამას დამავიწყარა ქვეს New Balance-ები, გამოვიწერე. არა, ეგ მე ვიყიდე ჩემი საკუთარი ფულით. აყოფილი ხარ? კი. გაყოფილი ვარ. დღევანდელი შენი ფიტი. ზუთხი უნდა დაწეროს ქულა. 10 და 8. 8. გელამ გაიმარჯვა. მე გავიმარჯვა. გელას მეგობარია და მაგიტო არის მიკერძოებული საერთლება ამ ხალხმა ვკითხოთ ახლა. მე გიკითხე. მომერიდა. როგორ მოგწონს რუსთავი? იდეალურია, ძალიან მიყვარს, ძალიან. ჩემი ტოპ ქალაქია ჯერ ზუგდიდი და მე რუსთავი. ძალიან კაია, ანუ სიმშვიდეა და სიმშვიდეა რა. სიმშვიდე და სიმშვიდე. არია? და ანუ ძალიან კაია, გეტყვით კიდე რატო? აი, ყველა იცნობს, ყველა ცხოვრობს ახლოს ერთმანეთთან. ანუ გელას ყავს ბევრი მეგობარი და ყველა ცხოვრობს აი აქვე. რაღაცა 5 წუთი უნდა იარო ფეხით და ანუ მიხვალ და უძახებ და ჩამოვა. და ასევე იმიტოა კაი რომ შაბათს რომ მოსეირნობ გელა ანუ შეიძლება ყველას იცნობ რა აი პატარა სოფელივით არის. აი მე პატარა სოფელი. იცხოვრებდი? რაღაც მომენტში? კი, უეჭ. ან თბილისს რო ახლოსაა, ეგეც რო უთხრათ. ხო, თბილისს რო ახლოსაა, კაია. ხელი დაუქმნიეთ. გამოვიყვანეთ სპორტები და ვედივართ თბილისში. აიყარენი. მოგეწონა ბანაკი? ისე რა. მოყევი რა ხდებოდა? არა და 10-დან 100-ო წინა. 100 არ მithkoms 10 მეთქი შევასწორე მე. ხდებოდა რა შევბოდით. ვერ თობოდით და თამაშობდით. Nice. ეს და ინგლისურად ასევე ძალიან ბევრი სიტყვა ვისწავლე. ძალიან ბევრს ინგლისურენოვანი ბანაკი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, საერთოდ ვაფშე ქართულად ხინკალი შაურმა. ჩებოდი არა და
ასე ვარ. კაია რუსთავის პარკი. ძალიან ლამაზია რა. კი. აი ჩვენი. ორი, აუ. დღეს არის ძალიან კარგი ამინდი და ვართ რუსთავში და გადავწყვეტე რომ ვიდეო გადავიღო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წვიმა იყო ეს კვირა და ან როგორც იქნა მზე არის, ოღონდ ძალიან კაი მზე არის თან და ამიზაში ძალიან ლამაზი ვარ. გელა. Hello. და Sky. Sky-ს ველოდები უკვე 5 წუთია რომ რაღაცნაირად მოიშოროს თავისი ნამატი და არაო და ეხლა ნელ-ნელა სახში ავიყვან. ხო და რა ვქნათ, პარკში გადავიდეთ და რუსთავის პარკი დავათვალიერებინოთ შენს გაუმწერე. Yes. და შენი მეგობრებიც წამოიყვანი. Let's do this. სია, წამო. ველოდები გელას ავიდა. უიაკ მაქვს პრიშიკუნა. ყოველ ვიდეოში პრიშიკი მაქვს. იმიტომ რომ ყოველთვის პრიშიკი მაქვს, რაც გოგოები მიხვდებით რატომაც. Па. Იცი სადარიქო. იმ დღეს მე დავარია მოჭამეთ რუსთავში ძალიან გემრიელი ლობიანი, გახსოვ? შოთი ლობიანი ჩავიდა. ეგ არ იყო საუკეთესო ლობიანი რუსთავში, კიდე გაგასწინჯა საუკეთესო ლობიანი. ან თვისლობიანი იყო, უწესერად დაიჭირა, თვისლობიანი იყო და ლარი დამოწირდა და ძალიან გემრიელი იყო და კოკო მივაყოლეთ ჩერი და ანუ ძალიან კარგი იყო. ძალიან ხო და ეხა უკეთეს გაგასწინჯა. რუსთაველი ვინმე თუ გიყურებთ, გეცნობათ რომ ალუბნებს აქვს საუკეთესო ლობიანი საკუთხედი. ნახეთ რა კარგი ამინდია, იმენა ვანატრი. ძალიან არ ვიცი კილომეტრები მარტო პროფესიონალური კამერების დაჭერა იცის, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ეჭირა ჩემი ტელეფონი. არ ვიცი ტელეფონის ჭერა. ეგრე ამბობდა კიდე ერთი მეგობარი მყავს გიო და ფოტოებს ვერ იღებს ტელეფონით, ოღონდ ანუ პროფესიონალურს იღებს ფირის კამერით და ანუ წინა ჩემი ტელეფონი დავაჭერნა და უბრალოდ დაბალი ვიყავი ფოტოში. ეგრე არის გელა. გელა თუ რაღაცა 4000 ლარიანი კამერა აქვს. და თუ ტელეფონით ნო. აი ამინდი რომ გამოდის. ჩემი მე 4000 ლარიანი კამერით ხო გიღებდი შენი გრეჯურო გადაგიღე slow motion-ში. მოკლედ ის graduation მქონდა. აუ ისე ცუდად იღებ. რაღაცა თითქოს იტალიაში ვართ graduation რომ მქონდა. ანუ მთელი ცერემონია გადავიღე მეგობრებო საერთოდ. აი როგორ იღებს აიმენა მართლა გეგონება რომ დაქირავებულია და ანუ 1000 ლარი ცერემონიის გადაღება და ჩემი გამოსვლა რო იყო. ანუ სოუმოჩენდ გადაიღო, სხვა ყველაფერი აქვს კარგად გადაღებული და მე ესე გამოდივარ. მე ხო ავაჩქარი. მე რაღაცა აჩქარდა, მაგრამ მაგარ ქონდა. ეს არის ალუბლები მეგობრებო. გამარჯობა. ჩაუწერე დინანას და მოაწერს ხელს რა. გამარჯობა, ლობიანი მიდავრიც არის. რომელი? ფენოვანი. სამკუთხედები? კი. გამარჯობა. თვალი მოვა. ერთი ყოლა ფანტასტი გაქვს. ხო და 8 ლარში მეგობრებო, 2 ლობიანი, 1 ფანტა. ფანტა იმიტომ რომ კოკა-კოლას ვსვავთ სულ. ხო. ეს უკვე დავლიეთ კოკა-კოლა. თუ დღეს არ დაგვიგე. დღეს არ დაგვიგე. ნუ რა მნიშვნელობა? აქ ფანტა ძალიან გემრიელია ხო. და მას უხდება. არა ის ზოგადად ლობიანს კოკა-კოლა უხდება ძალიან ფანტა რატო ვიყიდე არ ვიცი, რაღაცა ცვლილებები ცხოვრებაში. ხო და მოდი გავსინჯოთ ეს ლობიანი. კი აი. არა, იქაც
ძალიან კაია გეო. ოჰო. აი, ხა წამოვარ და უძნავს ხათაში. მე ასატანადა. რა უნდა მოყვე? ხო, წერა რაც მოყვები, მოყვები რაღა და რომელი? ეს ლეპტოპი რატომ მოგეხო? ეს სანამ გამოვიდოდი სახში მუშაობდი რა. ლეპტოპი წამოვიდე სახში და ორ თვეში ერთხელ მაგას ვაკეთებ ხოლმე. სამსახურში ვაჩვენებ, რომ აი თომ დღე და ღამე ვმუშაობ და წელებზე ფეხს ვიტყავ და რაღაცაები და იმათ გონია რომ აუ ბექა ვარ გინდაო რა. ანუ ორშაბათს მოიტანე, ორშაბათს იმუშაო რაღაცა. არა მეთქან უნდა დავასრულოთ დედლაინი. არა და იმას ეშრეფის სიზმარს უყურებ ხოლმე სამსახურში. ეგ რა არის? თურქული სერიალი არის, მეორე სეზონზე ვარ ხო რა. აია. ძალიან მაფია არის, თურქული მაფია, ურჩეულ შემოგვიყვება. აი აქ გამოჩნდება. ამონაცდება. ამონაცდება. ელა როგორი ოქროსფერი ხარ? ხომს ეს არის. კარქები ხართ, კარქები. რუსთავი. ის გამს. ბეჭდების სანებელში ვარ. ნავის ვარში რა. ანუ ეს არის ტუალეტი და ზაღია ტუალეტია რუსთავში. ანუ იქი დიზინიც ჩანდა. იმენა ღია ტუალეტია. ზაღია ტუალეტია. ალფანჯი გამოშემოგვიგა. მოგვიგა. კალორია და მოიჭი. აი მე კალორია. მოწე. ეს შეხტები, მოგსავ გადმოხტები რა, კარები არა. და იქით დაცვაც გელოდება რა რაღაც. ბოდიგარდები იმენა. Good. So fun. ხინკალი ჩაღარეთ ერთი 100 წალიო. ერთი ბათუმი წალზე არა, კაიცი ხურა რა, კანჭი. არა. ვაი. აი, წამოიქ არის. ერთი ადგილიდან წამოვედით, იმიტომ რომ იქ თუ შევუკვეთავთ, არ დასხდეთო, ანუ არც წყალს რო შევუკვეთავ, მინიმუმ და შეუკვეთო 8 ჰოთ-დოგი და 40 ხინკალი რო შეგეძლოს იმ წყალზე დაჯდომა ისე. ამიტომ მაშინან წამოვეყარენით. ფოტოები ასეთი სიტუაცია, ანუ რიგი დადგა. მართა გვინდა მართა რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? ვაუ. სამი სიტყვა რაც ოზე იწყება. ოკლაჰომა, ობობა, ომი. ომი. ხო არა გინდა. გელა. სამი სიტყვა რაც მზე იწყება. მაიმუნი, მარმალადი, ის რა ქვია, მონსტრი. კივი. სამი რამ რაც შეგიძლია თბილად შეინახო რა. თბილი დარჩება ცოტა ხანი. მუთაკა, მეგობარი კლიზმა. არა, ბრო, რა კალიზმა და მეგობარი. სამი სახიო. სამი სახიო. ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო. ძალიან მარტივი. საჭმელი, ხო. ხამსა. და შენ და თქვენ ხე სიტყვა. არ შეიძლება იქაო. არა, შენ დოქო სიტყვა. მაგრამ კაი. რა უნდა ვთქვა რა. რა შეიძლება, რა თქმა უნდა. ნო კაი. ეგ რა მეორე რამ სიტყვა? ხო, ეგეც. რას ნიშნავს? თევზია? ოკეი. რა, 5 თორს ვიგებ, ხო? 5 თორს კი. ეს და მეგის ერთი უფლება ხომ? რადგან ცნო გადახსენი მეგის. ხამანსკა. აი რა. მინდო და გითხრა. სახრახლის. ბიჭო, რა საჭმელი რითმა არისო? საჭმელი არისო. რითმა იყო? 10 და 10 და სამი მარგე უნდა გამოვიყო რა. და მარიამ ახსნა სამი მარგე. ძალიან იმე არ ვიცოდი ეგ სიტყვა. და თან ვერც რა ქვია იმას მინიშნება არა და მეორე. რითმა. ხო და ვერც რითმით ვერ ავხსენი წესიერად და ნუ I don't know. არწმუნებული ვარ რომ სამარგალო არ არის. არა.
სამარგალო კი არა, სიტყვა თქვია. მოდი. რატო ჩურჩულე? მაინც ძალიან გაჭედი. მართლა ფინალია რა. ძალიან დაძაბული მე ფილმი. უკვე ვიცი სიტყვა. ხო დავსო. მაგრამ ერთი წამი. რა. სამაგალო.